ჩემო ძვირფასებო მინდა ჩაწერო გაშლა, რომელიც ეხება საერთოდ დაინტერესება ყოველთვის არის პირად ურთიერთობებზე უფრო მეტად, ვიდრე სხვა დანარჩენ საკითხებზე, მაგრამ შესაძლებელია ვინმე საინტერესებდეს იურიდიული საკითხები, რაღაც სასამართლო პროცესები, დავები, როგორ გადანაწილდება, როგორ გადაწყდება, ასე ვთქვათ. ამიტომ გთავაზობთ ასეთი გაშლას, ვისაც გაქვთ რაღაც დავა, სასამართლო დავა, რაიმე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება პარტნიორებს შორის განქორწინების თემა თუ ქონებრივი დავა, იმით გავაკეთოთ ასეთ თემაზე და ბოლოს ვნახოთ როგორ დასრულდება პროცესი, თქვენი შანსი როგორია ამ პროცესის მოგების და ვნახოთ მეორე მხარის რა ხდება. თუ საინტერესოა ეს თემა თქვენთვის, შემომიერთდით, მაშინ ვნახოთ. პირველი კითხვა იქნება ასეთი, როგორია სიტუაცია ამჟამად, თქვენი სიტუაცია, ჩემო ძვირფასებო, ჩემი მაყურებლის სიტუაცია, როგორია ამჟამად სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე. მაინტერესებს, როგორია სიტუაცია ამჟამად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გაღელვებთ, რა პროცესიც მიდის, რა ხდება. ჩემო ძვირფასებო, აქ საუბარი არის, რომ ნამდვილად გაქვთ რაღაცა ქონებრივი დავა, ეს არის ნახეთ, შესაძლებელია ეხებოდეს უძრავ ქონებას, 4-იანი პენტაკლი და 9-იანი თასი, ეს არის ქონება, რომელიც შესაძლებელია ფიქრობთ, რომ რაღაც დაკარგვის, ასე ვთქვათ, დაკარგვის პირასა და ცდილობთ, რომ ყოველ შემთხვევაში შეინარჩუნოთ და რაღაც სარგებელი, ასე ვთქვათ, თქვენს ქონებიდან ის, რაც თქვენ გეკუთვნით, მიიღოთ. ტრანსფორმაციის არკანის მიხედვით აქ არის ქონებრივი დავა, შესაძლებელია ზოგიერთ იყოს რაღაც ქონება, რომელიც შესაძლებელია გარდაცვალების შემდეგ დაგრჩათ და ფიქრობთ, რომ დაიკანონოთ და იმკვიდროთ, ასე ვთქვათ, შესაძლებელია ეს იყოს ქონება, რომელიც არის გასაყოფი, ჩემო კარგებო, ერთი სიტყვით. აქ არის უშუალოდ სახლთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რაღაც საკითხი, ჩემო კარგებო, რომლის გადაჭრაც და რომლის მოგვარებაც გინდათ. მოდი ვნახოთ რა ხდება საერთოდ, ცოტა რომ მაინც ისტორია რომ ვნახოთ საერთოდ აქ რა ხდება, რა ქონებაზეა საუბარი. რა ქონებაზეა საუბარი. ჩემო კარგებო, აქ ვფიქრობ, რომ იყო რაღაც ან ორ პარტნიორს შორის, ორ პირს შორის დადებული შესაძლებელია რაღაც შეთანხმება, არ ვიცი, შეთანხმება ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ის საკითხიც, რომ პარტნიორებს შორის, ცოლსა და ქმარს შორის გაჩენილი რაღაც პრობლემა, როდესაც საჭიროა, რომ ქონება გაიყოს. ასევე აქ ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ის საკითხიც, რომ როდესაც იმპერატრიცა ამოვიდა, ქალისგან შესაძლებელია, რომელსაც თქვენ აქცევდით ყურადღებას და ზრუნავდით, აი იმ ქალისგან დაგრჩათ შესაძლებელია ქონება, მიიღეთ მემკვიდრეობით ქონება და შესაძლებელია გამოჩნდნენ სხვა პირები, ვინცაც სურს, რომ ეს ქონება მიითვისოს, დაეპატრონოს. ერთი სიტყვით, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია თქვენ გაქვთ კიდევაც უკვე რაღაც ინფორმაცია, გარკვეული ინფორმაცია და უკვე რაღაც საბუთები მომზადებული, კონსულტაცია საჭირო პირებისგან მიღებული და ვნახოთ აბა
როგორ ხედავს, ესე იგი აქ არის შემოკარგებო, დავაზუსტებ კიდევ ერთხელ, რომ აქ არის ან მეუღლეებს შორის რაღაც ქონების გაყოფა, ქონებრივი დავა, შესაძლებელია განქორწინება და კიდევ არის აქ მემკვიდრეობით მიღებული ქონება, როდესაც დაგრჩათ ვინმე მოხუცი გარდაცვლილი პიროვნებისგან ქონება და გინდათ იმის დაკანონება და არიან პირები, ვინც კიდევ დაინტერესებული სხვა მხარე არიან. მოდი ვნახოთ როგორია თქვენი პოზიცია სამყაროს თვალით ამჟამად. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? და ვნახოთ როგორია მეორე მხარის პოზიცია, შევადაროთ. ჩემკარგებო, აქ არის პოზიცია თქვენი როგორი, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ის რაც გერგოთ, თქვენ იმსახურებთ და არავისთან არაპირებთ რაიმე წილის გაყოფას, ასე ვთქვათ. ხოლო მეორე მხარის პოზიცია ცდილობს, რომ რაღაც სარგებელი კონდეს და ის რაც არის, ასე ვთქვათ, ფიქრობს, რომ მასაც ეკუთვნის, შესაძლებელია რაღაც არის გარე ფაქტორებით ზეგავლენა, შესაძლებელია ვინმეს მხრიდან რაიმეს ინფორმაციის ჩაწვეთებას, რომ მასაც ეკუთვნის და ეს ქონება უნდა გაიყოს, ასე ვთქვათ, გაიყოს და ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის დავა, ასე ვთქვათ. ანუ თქვენი პოზიცია არის ის, რომ თქვენ გსურთ, რომ ის რაც დაიმსახურეთ, რაც დღე-დღე ვთქვათ, შრომობდით, წვალობდით, შექმენით თქვენია, თქვენ გეკუთვნით და არავის სხვას და მეორე დაინტერესებული მხარე ფიქრობს, რომ მასაც ეკუთვნის წილი და საჭიროა გაიყოს და ეს წინააღმდეგობას გიწევს და ცდილობს, რომ მიითვისოს, ასე ვთქვათ, დაეპატრონოს და ერთმანეთს ჯიბრში უდგეხართ. ასეთი პოზიცია გაქვთ თქვენ და მეორე მხარეს. ნახოთ როგორია მეორე მხარე. ჯერ ვნახოთ მოდი უპირატესობა თქვენი როგორია პროცესის მოგების. ჩაიფიქრეთ პერიოდი, ჩემოკარგებო, როგორია თქვენი უპირატესობა პროცესის მოგების და როგორია მეორე მხარის უპირატესობა პროცესის მოგების პერიოდი, ჩაიფიქრეთ. თქვენი უპირატესობა და მისი უპირატესობა. ნუ ამხედით. თქვენი უპირატესობა, კვერთხის მეფე, თქვენი მოწინააღმდეგის მეორე მხარის უპირატესობა, კვერთხის დედოფალი. აქ ჩემოკარგებო, შესაძლებელია უპირატესობა როგორია თქვენი. ორივე მხარეს არის რაღაც უპირატესობა და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია მიმდინარეობს რაღაც ლაპარაკი, რომ რამენაირად მოხდეს კონსენსუსი, შეთანხმება, რომ ორივე მხარემ გაიყოს, გაინაწილოს ის რაზეც არის დავა. რომ გითხრათ, რომ უპირატესობა თქვენ მხარეს არის, ან მეორე მხარეს არის, ორივე მხარეს არის უპირატესობა, თითქოს ორივეს თანაბარი ძალები გაქვთ და თანაბარი შანსები მოგების, პროცესის მოგების. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარე შეიძლება რომ, ასე ვთქვათ, ერთ მხარეს არის მხოლოდ უპირატესობა, მე ამას ვერ ვიტყვი. უპირატესობა არის ორივეს მხარეზე, მაგრამ დავაზუსტებ ჩემოკარგებო. კვერთხის მეფე, დავაზუსტებ თუ შემიძლია კვერთხის მეფე. ჩემოკარგებო, აქ როგორი მხარეა, რა მომენტია იცით? თქვენს მხარეს არის, რა თქმა უნდა, უპირატესობა როგორც მეორე მხარეს, მაგრამ შესაძლებელია იყოს რაღაც შემოთავაზება ისეთი, რომელიც ანუ შესაძლებელია მეორე მხარემ დაინტერესება გამოთქვას ფულით, ასე ვთქვათ და გითხრათ, რომ თუ ფულს გადამიხდი, ვთქვათ, მე სარჩელს გამოვიტან, ან აღარ ვიქნები დაინტერესებული, ხო, დაინტერესებული აღარ ვიქნები. რაზეც თქვენ შესაძლებელია უარი თქვათ, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ თქვენ ისედაც მოიგებთ სასამართლოს, ასე ვთქვათ, და პროცესს.
შესაძლებელია კი მეორე მხარის მხრიდან იყოს რაღაც ფინანსური დაინტერესება და ფინანსური სარგებლის მოპოვება. შესაძლებელია მეორე მხარეს იმდენად ქონება არ აინტერესებდეს, რამდენადაც ფინანსური სარგებელი და ფინანსების მიღება. ჯერჯერობით ხო? ჯერჯერობით ეს პროცესი გრძელდება და ნახოთ აბა როგორ დასრულდება, მაგრამ შესაძლებელია იყოს ასეთი შემოთავაზება, რომ თულს გადაუხდით რაღაც თანხას, გარკვეულ თანხას, შესაძლებელია მეორე მხარემ, ასე ვთქვათ, დაგითმოთ ის სრულად, რაზეც არის დავა. მოდი ნახოთ საბოლოო შეკითხვას დავსვამ და ამ კარტებს ავიღებ და საბოლოო შეკითხვა მაინტერესებს, შემოკარგებო, როგორ დასრულდება თქვენთვის აღნიშნული საკითხი, აღნიშნული პროცესი, თქვენთვის როგორ დასრულდება, რა შედეგით დასრულდება, რას მიიღებთ, ხო? რა შედეგი დადგება თქვენთვის ამ პროცესთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებთ. ჩაუთქვით პერიოდი, მოდი ავიღოთ მომდევნო რა ვიცი რა, რამდენი ერთი წელი ავიღოთ შემოკარგება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, როგორ დასრულდება პროცესი თქვენთვის, ვინც ამ გაშლას უყურებს. როგორ დასრულდება პროცესი თქვენთვის, ვინც ამ გაშლას უყურებს. ნახოთ შემოკარგებო, როგორ დასრულდება პროცესი თქვენთვის, ვინც ამ გაშლას უყურებს. როგორ დასრულდება თქვენთვის პროცესი, ვინც ამ გაშლას უყურებს. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში რა შედეგით დასრულდება. ნახოთ. სამიანი პენტაკლი. დასტის ძირზე არის პენტაკლის მეფე. სამიანი პენტაკლი შემოკარგებო, შესაძლებელია თქვენ, ეს არის სამიანი პენტაკლი მოლაპარაკება, დახმარება, დაგჭირდეთ დახმარება, კომპეტენტური პირების ჩარევა, რომ დადგეს სასურველი შედეგი. კიდევ შესაძლებელია იყოს რაღაც დამატებით რაღაცა საბუთები, მოსაგვარებელი, დამატებითი, ასე ვთქვათ, რაღაც პროცესი, დამატებითი მოძიება რაღაც მასალის. იმიტომ რომ ნახეთ სამიანი პენტაკლი აქ პიროვნება, რომელიც ასრულებს სამუშაოს, ორი პიროვნება აძლევს რჩევას, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს. შესაძლებელია კვალიფიციურმა პირებმა, კომპეტენტურმა პირებმა რაღაც ინფორმაცია, რაღაც ისეთი გითხრან, რაც შემდეგ გამოგადგებათ, ხო? ან შესაძლებელია დავაზუსტოთ, მოდი. სამიანი პენტაკლი. იცით რა არის, აქ შესაძლებელია პენტაკლი მაინც მატერიალურია, შესაძლებელია რაღაც ფინანსებიც გაღებაც იყოს თქვენი მხრიდან საჭირო, შემოკარგებო. ფინანსების გაღებაც იყოს საჭირო. რომ წარმატებას მიაღწიოთ, კი? თუ რაღაც, შესაძლებელია გირჩიონ, რომ რაღაც თანხა გაიღოთ. ან შესაძლებელია ეს იყოს დაქირავება კომპეტენტური კარგი ადვოკატის, ასე ვთქვათ, რომელიც გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ შედეგი გექნებათ. ერთხელ კიდე დავსვამ, საბოლოო შედეგი რა იქნება ჩემი მაყურებლისთვის ამ პროცესთან და იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც აინტერესებს. საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგი შემოკარგება იმპერატრიცა ამოვიდა. იმპერატრიცა და დასტის ძირზე კვერთხი, სამიანი კვერთხი. საბოლოოდ ის იქნება, რომ თქვენ მიიღებთ იმას, რაც თქვენ გეკუთვნით, შემოკარგებო. რაზეც მიდის დასრულდება თქვენ სასარგებლოდ. ოღონდ შესაძლებელია ამას დასჭირდეს გარკვეული მომზადება, გარკვეული კომპეტენტური პირების ჩარევა, დახმარება, ვინმეს დახმარება, ასევე ფინანსური მხარდაჭერა, შესაძლებელია ფინანსური მხარდაჭერა, იმიტომ რომ შესაძლებელია დაგჭირდეთ რაღაც თანხის გაღება და ეს საკითხი მოგვარდება დადებითად, თქვენთვის დადებითად, შემოკარგებო. მოდი ვნახოთ რა უნდა გააკეთოთ თქვენ, რა უნდა მოიმოქმედოთ იმისთვის, რომ პროცესი მოიგოთ. რა არის თქვენი მხრიდან საჭირო? ვიკითხოთ. რა არის თქვენი მხრიდან საჭირო? მეტი ინფორმაცია მოიციეთ, თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ. იკითხეთ რჩევა და სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, შემოკარგებო. კი. ანუ რჩევა არის ის, რომ მეტი ინფორმაცია მოიციოთ, ფხიზლად იყოთ ყველაფერზე და
სწორი არჩევანი გააკეთოთ ერთი სიტყვით. თუ დახმარება გჭირდებათ, მიმართეთ იმას, ვისაც შეუძლია თქვენი დახმარება. აი ეს არის რჩევა. ჩემო კარგებო, ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდება. მადლობა და ნახვამდის.